მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, თამთა ცინცაძესთან ერთად. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ მწერალზე, რომელმაც თავისი ადამიანურობით, იუმორითა და სითბოთი ყველას გულშია. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთლიანად მსოფლიო ლიტერატურისათვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მასში იკითხება უნივერსალური თემები: სიყვარული, მეგობრობა, ოჯახი და ცხოვრების სილამაზე. ჩვენ ვიმყოფებით ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, სადაც ჩვენ მასპინძლობას გაგვიწევს გიდი და დაგვეხმარება უფრო ახლოს გავიცნოთ მწერალი რეალური ისტორიებით. მოგესალმებით. ჩვენ ვიმყოფებით ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში. ჩვენი რესპონდენტი ვაჟა დუმბაძეა. მოგესალმებით, ბატონო ვაჟა, დიდი მადლობა, რომ ჩვენ მიღებას დავთანხმდით. თხოვთ პირველ რიგში გვიამბოთ თქვენ შესახებ და მერე უშუალოდ გადავიდეთ მწერლის ბიოგრაფიაზე და იმ რეალური ისტორიების გახსენებაზე, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აკავშირებს აქაურობასთან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოხდანებისთვის. მე გიდი გახდა ვარ, პროფესიით არა. პროფესიით აგროინჟინერი ვარ, სოფელში მოვდამთავრებული, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, წლები არც მახსოვს რამდენი შეიძლება 20 წელს კი გავიდა უკვე რაც კი დამუშავე ნოდარის დუმბაძის სამუზეუმში. რა ვიცი, დიდი ბედნიერება ის არის, რომ პირადად რო ისმოდი ბატონო ნოდარის და შეგვიძლია ხალხთან ბატონო ნოდარი ახლოს მეიტანო, როგორც შენი ცნოდი ისინი მეიტანო ხალხთან. იგი პირადი ნაცნობა ის გმირებსაც კიდევ პირადად ვისმოდი, გამიზერ მამიდას ქეთევანს, ნადვილის ტალიჯანერო ერქვა. ილიკო და ილარიანოს. რაიმე პირადი ნათესაური კავშირი ხო არ გაქვთ ნოდარ დუმბაძესთან? ნათესაური კავშირი მისი ერთ-ერთი გმირის ილარიონის შვილიშვილია. დუმბაძე იყო ილიკოს და ილარიონის დუმბაძე იყვნენ და ერთ-ერთი ალბათ ბაბუები ძმები რო იყო დუმბაძეები წოდა ვართ ოჯახები და წარმოშობა ერთი გვაქვს, ერთი ქუზე გვაქვს ყველას. გთხოვთ მოგიყვეთ ნოდარ დუმბაძეს შესახებ. როგორი იყო ნოდარ დუმბაძე ბავშვობაში და რა ამბებს ყვებიან მისი შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები? მისი ბიოგრაფიიდან ბავშვობაში მე თვითონ ბავშვი ვარ, მამა და ისინი იყვნენ ტოლები და ვიცი რომ ძალიან ცელკი იყო, ძალიან ნიჭიერი, ძალიან ცელკი ყოფილა. ბავშვობაზე უფრო აქეთ რო შემიძლია ვთქვა, რომ როცა აქ ჩამოდიოდა, არ ვიცი, ეს იყო სავასარი ადამიანი, თავისი კულკეთილობით, თავისი უბრალოებით. ერთი რაღაცა არის, რომ ილიკო და ილარიონის სიცხოების შემოსობელს გუბაზეულ და ლაშიზღალე ჩამოვიდისო და გუბაზეული მოგესალმება და აქედან კილომეტრში არის ხილისთავში და ლაშიზღალე ჩვენ სახლებთან არის აქვე. ხშირად უთხოვია, რომ წავიდეთ იქ ვიტებზავოთ, ჩანჩქერით ახლავს 18 მეტრიანი ისი მამიდაშვილი, ნოდარ დუმბაძე, თოღი და ბარით მივდიოდით. ელეს მიმართულებას უსვლიდი და გადაწყვეტას ვეძახით. და თევზაოდი ბავშვით უხარო და ჩასვლა ხშირად მithქვამს ისიც ეგე რომ იქიდან წარმოსულ ხშირად უთქვამს რომ იგი მოცოცხლებს ამით ვარ ცოცხალიო და სულ გავაცებული რავი რა აბელეში ჩასვლა ასეთი ადამიანს რომ არ ცოცხლებს მეთქი და ისინიც ბავშვი ვიყავ იმდენად ვერ მივხვდი ამ სიტყვების მნიშვნელობას. შემდეგ როცა გავიზარდე დაუფიქრდი ამ სიტყვებს და მივხვდი რომ ეს იყო ბავშვობასთან დაბრუნება და ამიტომ ენატრებოდა აბელეში ჩასვლა. ბევრი აკავშირებს მას, ხელესთან ბევრი აკავშირებს და იმით რომ პირველი ბავშვები აქვს, ძალიან კარგი ნაწარმოებები ბატონო ნოდარის და ალბათ ვის არ დაუწერია ბავშვებზე, დედამიწის ზურგზე, მაგრამ ნოდარის სეული ბავშვები ალბათ განსხვავებულია, ძალიან საყვარელი არის ამ ნოდარის სეული ბავშვები და ლაშიზღალის ჭალაში მოვიდნენ ეს ბავშვები და პანაკი მაგ ჰქონდა და პატარა ნოდარი, მაშინ პატარა რა 4 კლასელი ნოდარი. თარჯიმნად ყავდა სოფელად ომის პერიოდი იყო. ნოდარი იყო თარჯიმნად ისინი რუსულად საუბრობდნენ. გუბაზეუძეს უყვარდა თევზაობა ძალიან. გუბაზეუძეს მიდიო
პერიოდის სათევზაოდ. მე არა მარტო კუთხეების ობლებას გვაქვს მის მიდაშვილით. ძელი სოფელი გამოიფინებოდა, ნოდარი ჩამოსულა და სათევზაოდ მოდისოდა. ეს იყო საოცრება, და ყველას მოეფერებოდა, ყველა ოჯახების ეკიდა დახსოვდა. 5 წელი ცხოვრა კაცმა სოფელში და სოფლის ცხოვრება ასე როგორ შეისრულა გაოცებულია ნოდარის ნაწარმოების შემდეგ და ისე პირადი ურთიერთობის რაც მე როგორც ბავშვი ასე მაშინ მე დავაკვირდი გურულების ცხოვრებაზე ნოდარის ნაწარმოების შემდეგ მაინც იმდენი რაღაც აღმოაჩინეს ერთად გურულების ცხოვრებაში ნოდარის ნაწარმოებით და საერთოდ კაცმა როგორ უნდა იცხოვროს ცხოვრებაში საგაკუთილი ნოდარის ნაწარმოები. ნოდარი მისი ნაწარმოები ხომ მისი პირადი ცხოვრება არის, რაც მას თავს გადახდა ის გადაეტანა გურულების პროცესზე. როდის გადმოვიდა ნოდარ დუმბაძე გურიაში, ჩოხატაურში საცხოვრებლად? ნოდარი როცა ტრაგედია მოხდა მისი მამის ოჯახში, მამამისი გავხდათ რაიკომის დივანი პავდადის დაუხვრიტეს მამა აწამეს და ესე დაუხვრიტეს ისე რომ მამის საფლავი არ ქონდა ნოდარ დუმბაძეს ორი ბიძა დაუხვრიტეს რომელიც სამხედრო პიროვნება იყო მამის და დედის ძმები ისინი დაუხვრიტეს და დედა კიდე გადავასახლეს ყაზახეთში 10 წელი და აი მაშინ ნოდარი აიყვანა დედა იმერელი ყავდა ქალბატონი ანა პავდადის კალი გავხდათ იმერეთიდან კერზონიდან მიერებმა ბებიამ წაიყვანა დიდი დედამ ილიანებებია 4 კლასში იყო მაშინ ნოდარი ეს ტრაგედია მოხდა და მე-6 კლასში იყო ის იტალია წაიყვანა ჯერ იმერებმა ბებიამ იმერეთში მაგრამ იმდანაც ერთი იყო ვერ მოუვარა და ჩამოუყვანა აქ ივანე ბაბუას და ოლღა ბებიას მამისთან ბებიას და ბაბუას და აი მე-4 კლასის შემდეგ სოფელში იზრდებოდა პატრონი ნოდარი აქ დაამთავრა საჯარო სკოლა ეს იყო მიზეზი მისი მოთხოვაც აქვს მგონი მაგაზე. ეს სისხლი აქვს მოთხოვა ამაზე ძალიან კარგი. მე ბებიას მიყავდა ეგ და ყველას უყურს რომ როგორ გაიტანა ბებია მობაბოა ბებია ეს შვილიშვილის სისალკევა და როგორ ჩამოუყვანა ბაბუასო და დაიყო ეს ენოდარის ოლღა ბებიას იცი თქვენ ნაწარმოებიდან და ფილმიდანაც იცით აგერ ილიანებებია სისხლში ყავს მოსენებული ნაწარმოებში და გაუკვირდება ახლა ოლღა ბებია ესეთი მკაცრი არის იმ ნაწარმოებში აგერ ილიანებებიამ დედის დედამ კიდე რო გაიტანა შვილიშვილის სიცალკე და გურიაში ბაბუას შემოუყვანა და რატო იყო ბებიები ასე ნოდარი ამბობდა ესე თვითონ რომ მე ორივე ბებია ძალიან მშვიდი და კაცონასწორებული ბებიები მყავდაო და რა ეს გურულები კი აქვს და ენა იცოს ასე შეიძლება მაინც ესე გურულები აქვს რა სახალხობაში ვაკლია მაგერ და როგორ იყო ეს რა შვილებს დახვედილები არ იყვნენ სკალები ოლღა და ილიანებებია შვილებს დახვედილი ხალხი იყვნენ ძლებ და შვილებს გადანასახლები ხალხი იყვნენ და როგორ ჭკუაზე იყვნენ საერთოდ კიდე და აი ნოდარი მქვა ეს თვითონ რომ ძალიან მშვიდი ბებიები მყავდა მაგრამ ცხოვრება მოა უმართლად რომ ასე დაამწარა ესენი და ამიტომ იყო ილიანებებია ვეღარ აიტანა ეს ბავშვის ზარდა და ჩამოუყვანა ქიშვარობა შემიხედა მოსკაცის ხელი უნდა ბაღანასო და მაგრამ მე უკან მიყავდა ჩამოაკითხავდა მან წაიყვანდა აქეთ გურბაბუას მოყავდა და სისხლი და ამაზე ძალიან კარგი ნაწარმოები ბატონო და ეს იყო როგორც ვიცი ნოდარ დუმბაძეს აქ სახლი არ ჰქონდა მისი საკუთარი როგორ გაჩნდა სახლ-მუზეუმის შექმნის იდეა გაკეთების იდეა და როდის გაიხსნა საკუთარი სახლი არ ჰქონდა მამისეული კი რა თქმა უნდა იქ მევხედამზიდან ქეთევან მამიდა რო ყავს სინოდველეში დარეჯანი ერქვა გამზრდელი მამი და მისი ოჯახი ცხოვრობს ის ამისი მამისეული გერა და ნოდარის ქონია ოცნება როგორც ეს სახლ-მუზეუმი აღგახლავთ ამაზე ამათ მოქმედი ოცნება ქონია საშუალება რომ გამართესო ჩემი ოჯახის წევრებს აი ეს სახლს ავუშენებდიო ეს ამბავი მოუყვა როგორი სახლი უნდა და მეგობარს არქიტექტორ დავით აიას და მეგობარმა გაუკეთა პროექტი მისი ოცნების სახლის გარდაიცვალა ისე რომ ბატონი ნოდარი სახლი არ აუშენებია გარდაცვალების შემდეგ თქვა მაშინ თავრობამ რომ მოდი ავუშენოთ ნოდარ დუმბაძეს ისეთი სახლი როგორიც სულვერი ქონდა გარდაცვალების შემდეგ აშენდა და 1900 თუ არ ვცდები 93 წლიდან უკვე ფუნქციონირებს სახლ-მუზეუმი
პირობით აწოდებული, რა თქმა უნდა. ბევრს უკვირს მის სახში რატო არ გაიხსნა. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვეულებრივი გურული ოდასახლი, სადაც ბავშვობა გატარა ის სახლი. აღარ არის, იმიტომ სიძველეს გამო დაშალეს, მისივე სიცოცხლეში აშენდა ის, სადაც დღეს მისი მამიდაშვილების ცხოვრობენ ეს სახლი. იქ რო გაიხსნა სანახაობრივად მოსული სტუმრებისთვის ეს უფრო ჯობია, ვიდრე ეს სახლი რო არის ახლა აშენებული. გურული ოდასახლი მოიხსენებათ ოთახებად და ასო დაყოფილი და იქ დენად გადაკეთება და რაღაცები მოუწევდა ეს სანახაობრივად ეს ყოველთვის ჯობია ეს სახლ-მუზეუმი და 93 წლიდან ფუნქციონირებს პირობით აწოდებული სახლ-მუზეუმად. აი აქ მრავლადაა ხედავ ნოდარ დუმბაძის სურათები, ტანსაცმელი, 1000 ნივთი, ვინის რუნა მის ერთად შეკრებაზე და მისი შვილები. თუ აქვთ კავშირი სახლ-მუზეუმთან, აქაურობასთან? მუზეუმს რაც შეეხება ნივთები გარკვეული რაოდენობის გვაქვს სურათების ნივთების, რა თქმა უნდა რაიონმა ჯერ მუზეუმზე შეიძლება რო არ თქვა ბატონი გიაცინძაძე დამსახურება უშველებელი ამისი, იმიტომ რომ არაფერი არ არსებობდა აქ სახურავი და კედლები მარტო და არანაირი ღობე, არაფერი აბსოლუტურად და ორცვეში გია მეხუთე კლასელი ბავშვების კი მუშაობდა ცემენტ ბედროები დაეთრა და ჩემი ოფლის უნდა ჩავუვარეო და ამდენად აქცია გიამ ძალიან კარგად ეს ყველაფერი ოდასახლი ჩაადგმევინა აქ მესე ქმრის ნივთები გვიწყია გეთნობებული კუთხედო აქციეთ და გვაქვს ასევე მისი ნივთები ოჯახმა გვაჩუქა რა თქმა უნდა ყველა ნივთი არ გვაქვს იმიტომ რომ მეუღლე ცოცხალი ყავს შვილები ყავს და ყველანი აქვთ ისინი ეფერებიან და რაღაცები და მაგრამ კი გვინდა ალბათ ჩავიდეთ თბილისში და კიდე რაღაცა ნივთებს ალბათ გაიმეტებენ და რაღაცა მაინც ჩვენთან ახლა ნივთს იმდენი დაწვერწვა არ აქვს უნდარის სახლ-მუზეუმში როგორც მისი ცხოვრების ისტორიას აქვს და ამიტომ ეს თანამედროვე წერალი იყო და ახლა განსაკუთრებული ისეთი ნივთი აქ გამორჩეული რომ იყოს ნამდვილად მაგრამ კარგია ესე მეტი ნივთის რო გქონდეს იმიტომ რომ მნახველები ძალიან ბევრი ყავს და ამიტომ ძალიან ბევრი მნახველი ყავს იცით როგორც ქართველი მნახველები ასევე უცხოელებიც როგორც ქართველი მნახველები ძალიან მიყვარს ახმაროს სეზონის პერიოდი რო არის სკოლა რო სრულდება გადასარევია ყველა სეზონი სკოლის დროს კი ბატონო ძალიან ბევრი სკოლის შეიძლება იქ მიმართულებას ქონდეს სკოლას ისე რომ ნოდარის დუმბაძის სახლ-მუზეუმში მაგრამ აქ მოსული ძალით მოსული ადამიანი არავინ არ მინახიან მაგის შემდეგ სკოლა რო დაურდება აი ძალიან მიყვარს მეთქი ჩემთვის ძალიან დამღლელია ყველაფერი იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მოდის ცოლი ქმარი და შვილები მოყავთ აი ოჯახები მოდიან და აი რაჭიდანო ადამიანი ჩამოიყვანს შვილს ჩემმა შვილმა ახლა რომ დაიწყო აი ნოდარ დუმბაძის კითხვა და დაუპირდე რომ მუზეუმში მოგიყვანო და მოიყვანა ბავშვი მეხუთე კლასელი ბავშვი როგორ აუსრულა ხუცნება მამამ ასე კახეთიდან ჩამოიყვანეს ბავშვები ოჯახმა იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძე გააცნოს და წიგნი დაეკითხოს ნოდარ დუმბაძის შესახებ და აი ასეთები და აი ყველა პერიოდს მისის აქვს უცხოელებიც მოდიან რა თქმა უნდა ახლა უყვართ ბატონი ნოდარი და მოდიან უცხოელები და ახლა ვისაც ცოტა წიგნთან კი აქვს შეხება რა თქმა უნდა წაკითხულიც აქვს და არა მაბატია და ესე სანახაობრივად და რაღაცა ნაწარმოებში ხშირად ამბობს ნოდარ დუმბაძე რომ უყვარდა ადამიანები იუმორი მეგობრები როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი მის პირად ცხოვრებაში ან რეალურად როგორი იყო ნოდარ დუმბაძე იმაზე მეტი იყო რეალურად ბატონი ნოდარი ვიდრე ნაწარმოებში არის ისეთ მის გვერდზე ვერ გაჩერდება მე ახლა ეს თაობა ვარ როცა ნოდარისთან სუპრაზე ოჯახში თუ მამა ჩამიყვანდა იქ რა თქმა უნდა სუპრაზე მივიპატიჟებდი მაგრამ აქ რო სტუმრები მოვიდოდნენ არასოდეს მის გვერდით სუპრაზე მე რა თქმა უნდა თუ ოჯახური იყო ვიწროთ კი ბატონო მაგრამ ისე არა და ისე მესმოდა იქ ოთახიდან სიცილ ხარხარი მეგობრებია სტუმრებოდნენ ზღაპრულად იყო ეს ყველაფერი მართლაც მესთან ცხოვრებაში პირად ცხოვრებაში უფრო მეტი იყო ვიდრე ნაწარმოებშია ბატონი ნოდარი მეთქი იმიტომ მის გვერდით მართლა ვერ გაჩერდებოდი იმდენად აი როგორ იყო იცით აი წამებში გეტყოდა იუმორს ისე გემრიელი იუმორს გეტყოდა ისეთ შენზე რომ გულს არ დაგწყვეტავდა აი მას არ შეეძლო ისე აი ვინმესთვის გული დაეწყვეტა იმდენად გემრიელად გეტყოდა შენ მოკლავდა ისე შენ თავზე
შენ გაცინებ სიმართლენარევი ჰუმორი უფრო. სიმართლენარევი კი ერთი მახსოვს მე მის მამიდაშვილმა იცოდა მოყოლა სოფლის მაღაზია ჰქონდა და რევოლუციამდელი აქ ეწყო კალოშები ბარები თოხები და კალოშები ეწყო 57 ზომა თუ რაღაცეები მას გურლები იცვამდნენ სამსახურში მიდიოდნენ სოფელში მიდღემში და ლახი და რაღაცეები იყო ფელსაცმელზე იცვამდნენ მე გაიძრუნდნენ და სულ ფელსაცმელებით როევლოთ სამსახურში და ნუ და არის უღედია ეს 57 ზომა კალოშები და დადის ზოში და გადაიღია მეზობლები და ბიჭო რა დარია გადვიდი 51 ზომა გაყიდე და 57 ზომა კალოში რამ გაყიდიაო და მოგონა ამა ისე გემრიელად იტყოდა თვითონ მე ვერ ვიტყვი ესე ისე მიყურებდა აი კალოშები მაღაზიიდან მეხვერძებოდა ნუ დარი არ დამტივაგან და მიყიდეო და რაღაცა ესეთი რაღაცები მე რაზეც გული მწყდება ხან ბატონო დარიზე სადევზე ვთხოვიყავით არა ყველა პატარათებს მეუბრელებდა ვაჟაის დაჭერილია დიდებს ციონებრელებდა ჩემი დაჭერილია ეს იყო საოცარ აი გეუბნები და რა არ ვიცი მსგავს აი როგორ გაუჩნდა კაცს ამ ხელად კივილი რომელიც ცხოვრება მიაყენა მას ხალხმა ცხოვრება მაგრამ ცხოვრება მის ცხოვრებით ბები არ დაიცვალა ალბათ ხალხმა მიაყვენა როგორც აი ფიზიკურად როგორ გაუნადგურეს მამა ბიძები როგორ გაითედა გადაუსახლეს და ხალხმა მიაყენა როგორც სულიერი ესე ფიზიკური საბჭოთა რეპრესიების აბა საოცრად აი დედას ვერ დაუძახებდა ადამიანს და დედამ რო მძინარე ნოდარის უნდა საბანი გადააზრო ხალი ქონია ტანზე მხალ დაუწყოზებნა რო დარწმუნებული იყო მისი შვილი იყო თუ არა დედამაც არ იცოდა შვილები თუ იყვნენ ცოცხალი იყო მისი შვილები იყვნენ თუ არა და რაღაცა და ამან ამ ხელად კივილის მიუხედავად იმ ხალხმა ვინც კივილი მიაყენა მან სიყვარული დაუბრუნა ყველას დაუბრუნა ბზომო სიყვარული აი გაოცებული ვარ აი გაოცებული ვარ რომ როგორ შეძლო ადამიანმა შინაგანად ადამიანი რაღაც ამ ხელად კივილის მოაყენებს და ხალხის იმგვერდით და შურის მაძიებლად იქცევი და არა იმათ რომ პირიქით სიყვარული აჩუღე რაღაცნაირად მაინც ასეა ბუნება ადამიანის ალბათ რომ რაღაც ფეხი რო წამოკრაკავს ფეხი მიარტყა მქონს რატო რაღაცა და აი ეს ნუდანი პირიქით გააკეთა და გაიმარჯვა კიდეც რო არ გაიმარჯვა მართლაც არ მოვიდოდა ამდენი ხალხი მუზეუმში ნოდარდუბაძის ისტორია რო გავასწორდა მისი ცხოვრება და არიან ადამიანები რომელიც მე ბიჭი მესტუმ რა ახალგაზრდა კაცი 200 მეტროში ფეხსაცმელები გაუძლია და ფეხშველა შემოვიდა შით მე როგორ ვაკადრებ ნოდარის უწო ფეხსაცმელებით ვიარობა და აქ ნოდარის სახელობის გემის სურათი გვაქვს და გემს შეხედა თუ ამ გემზე მსახურობდა და გადაირია ჩემი კაუტას კი მოჩანს თუ გადაირია ქალბატონები მყოლია სტუმრად რომელიც ვერ ამოსულ არიან ზევით დამჯდარანია ქვევით არ შეგვიძლია უყუროთ აი ნოდარისო ასე სურათებსო იტირენ იქ და წავიდნენ მე გააგრძელენ გზა და რამდენი რაღაცა შემთხვევები ასე იცით თუნდაც ბავშვები აი სულ ვიცი თქმა რომ მადრადეს და მადლობა ყველა იმ სკოლას, ყველა იმ ოჯახს, აქ ბავშვები მოდიან, მე გაოცებული ვარ, იცით, ერთმა ბავშვმა, მე-5 კლასელმა ბავშვმა არ დააყენა ოჯახი, ის მშობლები და მასწავლებლები არ მოისმენა ამ ბავშვმა და ჯანდაბა შენი თავი მე უთხრეს მოყევი ისე თქმაც გინდებოდა, თუმცა ნოდარისები სამშობლოს მოყოლადომებია. მე ერთვე რომ ესადინო მაგას ვერ დამიმახსოვრებს და ნუ და ამ ბავშვმა ისე განცდით მოყვა, ახლაც აი ტანში ჟუანტენე მივლის ამ ბავშვმა ისე განცდით მოყვა ნოდარის სამშობლო. ის პატარა არა, კაი მოზრდილი არის თან ემოციების მოყვა. რა არ ვიცი რა გითხრა. ნოდარდუბაძის ნაწარმოებებიდან რომელი ითვლება ყველაზე მეტად გამორჩეულად საქართველოში? თქვენი აზრით მაინტერესებს. აი როცა მოდიან ვიზიტორები, რომელი ნაწარმოებებზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, თუნდაც უცხოელები თან მაინტერესებს. რა ვიცი, ალბათ ერთმანეთზე უკეთესიანებს ყველა ზოგი ის კი უცხოს რომ ნოდარის მოთხრობები ნაწარმოებებზე რომანებზე უფრო მეტი არისო და მე არ ვარ ლიტერატურის მცოდნე ვერ ვიტყვი ამას მაგრამ ერთს ვიტყვი მაინც რომ სულ ასე თქმა ვიცი ხალხის მეტახმება ილიკო და ილარიონის გარდა სხვა რო არ დაეწერა არც ეს ნაწარმოება და ნოდარის მისი პოპულარიზაცია ეს კმარავდა მეთქი და ყველა მეთანხმება იცი ამ პატარა ხელწინში ზოგიერთი აფერისტი მეწერალი პოსტში ამ სიტყვისთვის თვითონ თავში თვითონ რომანს გამოიყვანდა მაგრამ ნოდარი ამ ხელწინში ამ ხელას აი ამ წინში მეთქი ვიცი თქმა რომ სიყვარული დუღს და გადმოდუღს და მახსენდება სულ ერთხელ მაშინ ვიყავი 70-იანი წლები იყო სკოლა დამთავრებული მქონდა შეიძლება
მოსკოვში მოუწყვეს ნოდარი სტუდენტებმა შეხვედრა და იქ ერთ-ერთმა გოგონამ შეეკითხა ასეთი რაღაცა. ბატონო ნოდარო, თქვენი გმირებიდან ჩვენ რა ვისწავლოთ და მოუთვალა ეს ილიკო და ილარიონში ზურიკელა და ისინი რო სვამენ იქ ბალს რო იპარავენ თუთუნს რო ეწევიან ეს ყველაფერი ჩამოუტანა აი შენი გმირები და საკეთებდა და შენი გმირებიდან ჩვენ რა ვისწავლოთ ბატონო ნოდარო ბატონო ნოდარემ ძალიან მარტივად გაცაფასე ორ სიტყვაში რაშიც სიკეთე დაინახოთ ის ისწავლეთო და სიკეთე კი არა ეს სიყვარული დუღს და სიკეთე ამიტომ პატარა წესი განმოდუღს და რამის რომელი ერთი ნაწარმოები არ ვიცი აი თუნდაც მევხედამზე შენ პატარა მონაკვეთს გეტყვი ჯერ იმდენად კეთილშობილი პიროვნება არის იმდენად კეთილშობილი პიროვნება არის რომ სულ ვიცით მაგრამ აი ვარყოფითი გმირი ისეთი ვარყოფითი გმირები ყავს პატარა ნოდარის რომ ისე ამთავრებინებს ცხოვრებას გებრალება ის ვარყოფითი გმირი იცი დავჯერ სიმპათიით ხარ განწყობილი მისი ვარყოფითი გმირი მას არ შეეძლო იცი გმირი მისი აი წარმოვიდგინა ცუდ ადამიანს და აი მევხედამზეში არის ასეთი რაღაცა ბრმახატია და სოსორია მამალაძე იგივე ნოდარ დუმბაძე მიდიან ნაბეღლავში ამის ზველმანები მიაქვთ ომის პერიოდია ვირს იქირავებენ რომ იქ სიმინძე გადაცვალონ ეს მამის ოჯახის ზველმანები რაღაცები და შევეკითხე ბატონო ნოდარის მე რომ ბატონო ნოდარი ბიძია მეთქი მართლა გაჩუე კეთილი ოჯახი დახვდება იქ და სიმინძ ჩუქნიან და მართლა გაჩუქა და ოჯახმა ჭადი მეთქი და მინ გაჩუქია და ბიძია ჭაცო ომი იყო ქვეყანაშიო და მამის პალტოს გადასვლაზე რომ აიტანდიო მამის პალტოს ჯიბეში რამდენი მარცვალი ჩაეწევოდა იმაზე გიცვლიდინო თოფს რო აიტანდი თოფის ლუდაში რამდენი კეკალი ჩაეღრებოდა იმაზეო და გაოცებული დავში დავკითხე რომ აბა ხო გიწერიათ რომ გაჩუქა ოჯახმა ჭადი მეთქი და იცი შვილო რას გეტყვიო თუ 100 კაცი და 50 კაცი დაიჯერებს იმას რომ ამ ხალხმა გააკეთა ამ ხელას იკეთე ჩვენ ბავშვებს ჭადი გვაჩუქა მე ჩემი ნაწარმოებით კმაყოფილი ვიქნებიო დავანახე ხავს თუ როგორ უნდა სიკეთეს კეთებაო წარმოგიდგენია და იმ ოჯახს ჭადი აკე არ უჩუქებია კი არ გაულამძღია სინამდვილეში ბავშვები იცით ძალიან ცუდად მოიქცა მან კი როგორ გამოიღვანა აი ვიცი არ უჩუქებია ვკითხულობ ნაწარმოებს და ისე დამაჯერებლად წერს რომ მართლა ჭადი აჩუქა ამათ ასე მგონია რომ აჩუქა აი ეს კეთილშობილი პიროვნება იყო ბატონოდარი და ამიტომ თქვა ადამიანი ფრესკა არ არის ერთ სიტყვაში უყუროთ ადამიანი გავს ქანდაკებას თუ წინა არ მოგწონს ოგვერდიდან შეხედე ოგვერდიდან არ მოგწონს გარშემოშა მოუარი და საინანსო ლამაზი არის იქიდან შეხედე ისაკლია დღეს ქართველ გავს მათო არყოფის ხედავენ ადამიანში დადებითი უნდა ეწევო ადამიანში და მიაგნო და იმ დადებითზე რო ეცაუბრები მე უფრო კეთილშობილად იქცევა და აი ნუდარიმ გააკეთა ეს ყველაზე კარგად და ყველაზე ლამაზად ამ ქვეყანას. ამიტომ არ ყავს ვარყოფითი გმირი მეთქი, აი რო გეზიზღებოდეს ისეთი გმირი არ ყავს ვარყოფითი. პირიქით სიმპათიით ხარ მის ვარყოფითი გმირების და აი ესეთი იყო თვითონ და იმით. ევროპის ქვეყნებიდან თუ ყავთ ვიზიტორები? ან ქვეყნებიდან? რა ვიცი, აბა როგორ გითხრა და იცნობენ, კი. იცნობენ შვეიცარიიდან ყავდა სტუმრები, გერმანია, ამერიკიდან ყავდა იქ მოღვაწე ქართველი სხვადასხვა და ჩანაწერები გააკეთა რაღაცები და მე მითხრა ბიჭო მურადა როგორ მოკალითო და ხამწერალი ხატვარი კაცი იყო და ის უნდა მეხსარიყო მურადა მოკლე რა უხტავი გახადა ბატონო მურადა და ლიკო და ილარიონის საერთოდ და რუსეთიდან უკრაინიდან მოდიან. ნუ ყვართ ნოდარი ახლა სიყვარულის ვიცი ახლა მაგას ჩვენი მიწების კი უყვართ მაგ რუსებს მაგრამ უყვარდა სიყვარულში ვერ დაუშლიდნენ ნამდვილად ვერ დაუშლი ვერავის კი ძალიან თურქეთიდან გავაცილე კიდევ პიროვნება ასე რომ უყვარდა თუ კაცო ამ პატარა ქვეყანაში გადავში რამდენი აი ასეთი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები ყოლია თუ გაუცებული ვარო და რაღაცაო და მიკვირსო თანაცო აი ხუთი რომანი თუ არა მეტი არ დაუწერია პოპულარულია როგორ გახდაო და რაოდენობა არა აქვს მნიშვნელობა მეთქი ახლა ეს ალბათ ვერ იყო თონის რომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა წიგნების რაოდენობა და რაც დაწერს იმას აქვს მნიშვნელობა ხშირად სტუმრობდა ნოდარ დუმბაძე ხიდის თავს რა ვიცი ცედა ბოლოს გულებში აიშენა მან სახლი შეიძინა ძალიან უყვარდა აფხაზეთი და რაღაცა და სანამ გაივლიდა ყოველთვის აქ გამოივლიდა პატარენოდარი და აქ მაშინ მოდიოდა მდენი ხალხი მოდიოდა როგორც კი წარმოიდგენთ მისანახავთ ისე მართლა ვერ ნახავდი მართლაც პატარენოდარის სოსტუმრობდა მეგობრები და მისი უბრალოებით მახსოვს ერთი რაღაცა მინდა ძალიან თქვა ჩემ ბავშვობაში მახსოვს
საგზაოს ორი უფროსი ერთი რო იყო მე მოხსნეს მე მეორე დანიშნეს და ამ ორივე სხვადასხვა პერიოდში ნუდარის დაბედა ნუდარ მომავალში ჩამოხვალო ჭიშკრამდე დახვდება ასფალტი და სოფელს მაი უნდა და ასფალტი ნატრობდა სოფელი ტალახში ჩოვოდა მიგრამში ეხერწებოდა სოფლელები მე ნუდარია რო დაგბიდნენ ასფალტი გააკეთებინე ასფალტი გააკეთებინე ნუდარის პასუხი იყო ერთი მე რატომ უნდა გამიკეთებინა სხვა სოფელმა რა დააშავა ესეთი იყო ბატონო ნუდარი თქვენი აზრით რას ნიშნავს დღეს ევროპისკენ მიმავალი საქართველოსთვის ნოდარ დუმბაძის გზავნილი ადამიანებზე და სიყვარულზე რა შეიძლება ნოდარის გზავნილი ერთი არის რომ შენი ტრადიციები და შენი ეს რაც ნოდარის აქვს ამხელა სიტყვა სიყვარული რას ნიშნავს რატომ მე ჯერ სამშობლო აქვს ისე დაწევრილი მეზობელ სოფელში მიხვალ ცოლის მოსაყვანად იმიტომ შენ სოფელში ცოლის ვერ მოიყვანო იმიტომ რომ ეს ყველა შენი ყველა გონა შენი და არის რომ იყოს ნოდარ დუმბაძე დედის კულტი რომ ამხელა არის და პატივისცემა არის შვილების ავიცი ალბათ ეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის ამას თუ არ შეხედე ადამიანმა ჩვენ განსაკუთრებული მობრძანდი რო ვიცი და რა ვიცი აი ბევრი რაღაცა ასეთ თქვენ პირადად როგორც გიც რა გონიათ ნოდარ დუმბაძე უფრო დიდი მწერლად დარჩება საზოგადოებაში თუ უფრო დიდ ადამიანად რომელმაც არ დაკარგა ადამიანობა და გაიმარჯვა ბრუტებაზე დიდი ადამიანად რა თქმა უნდა დიდ ადამიან ძალიან დიდ ადამიანად და თვლი რომ ნოდარი ერთი ისეთი მისი ნაწარმოები მის ცხოვრების ისტორია არის და რას ვთვლი ეცე ნოდარის ნაწარმოები არ მოხუცდება არასოდეს ადამიანი ნოდარი რომ მწერლად უკვე აი დაძველდა და აი არ დაძველდება არასოდეს მისი ნაწარმოები არ მოხუცდება იცი შეიძლება ზოგიერთი ნაწარმოები წაიკითხო განაცუდი იყოს გადასარევი იყოს და მეორეჯერ აღარ მეუბრუნდე მაგრამ ნოდარის ნაწარმოებს რამდენიც მეუბრუნდები აი ხო მე წახნანებს ვქვი რომ აი ბავშვი ხარ კითხულობ გეღიმება მე ასაკი გემატება კითხულობ კიდე ასაკი დაგემატება კიდე კითხულობ და ყველა ამ წაკითხებში საზოგადოებაში რაღაცებს სხვა აღმოაჩენს იმიტომ რომ ის იმდენად შეფარვით წერია რაღაცები იმდენად რაღაცა და კითხულობ და უმეტესობა არის მართლა ჩემო აგი მეც ხო გადამხსენია და ზოგიერთი რაღაცა ასე გონია რომ ჩემი ცხოვრებაზე ზავუწერია ნოდარის და ხალხს არ დაშორდა ერთმა ქალბატონმა მომიყვა მე აქ ასეთი რაღაც აი როგორი იყო ნოდარი მოზურგეთში ყოფილანი რომელსაც სოფელში მიპატიჟებული იქ სუფრაზე ვიჯექითო და კარგული დროის შემდეგ ადგაო ნოდარიო და გარეთ გამოვიდა და მეზობელი მყავდა 90 წლის კაციო და მისი ზოში ეს კაცი და ქვაზე თურმე მისი მეზობლის გადასულა ნოდარი და სანამ ესენი ქეიფობდნენ 2 საათი თუ 3 საათი ნოდარი მოხუცნა ნიშდა და მოხუც ელაბარაგებოდა თურმე და იმ მოხუც რას ტკიო და რა უხარო და ამ ქვეყანაზე იმას ვიმახსოვრობდა ნოდარი და იმიტომ არ დაშორდა ხალხს ისე ხალხის ტკივილი ჯერ მან ნახა სოფელში და დაეხوارია ხალხს რა ტკივოდა რა ამ ქვეყანაზე აი უკვე შეგვიშნა ამიტომ ამბობ რომ მუზეუმს უკეთდება რესტავრაცია ხო გაუგეთდა უბრალოდ და ცოტა საკეთებლები კი აგიდა გაუგეთდა ევროკავშირის დაფინანსებით გაკეთდა რესტავრაცია ბევრი რამ შეიცვალა კიბის საფეხურები შეიცვალა შემოსასვლელი ჭიშკრები შეიცვალა ფილები აიკრა შით ფასადზე ქვემოთ წინა ფასადი და უკანა ფასადი ხე აიკრა და ლამაზი ვიდი მიეცა ოდასახლი ახალი აშენდა კიდე ფანჩატური ახალი აშენდა კიდე ფანჩატური არ იყო თუმცა იქ კალავერი იყო და ფანჩატური გაკეთდა. ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა ყველაფერი რა თქმა უნდა. ბევრი რაღაც შეიცვალა, გაკეთდა სასიკეთებლო საკმუზეუმში. ახლობით ეს იყო 2023-2024 წლები მაშინ რემონტში და და საქმე რუსის გურუებით ცხოვრობდნენ. ისინი მილების მინისტერი ეს არის რომ მოვეკანა ის უბრალოდ ერია Teriya zirgide Moğolabediyas makonumuzu yaptılar. Türkçe'de da eşahane bir Moğolabediyas ülkesinden yaptılar. Eskide Turguli Ojigiyale yapılamaz. Hakikaten bu Foxmiya gider, Kersmiya gider, Foxçe bulardı. Eskide Satmahen'in ise Lütfettik Müdür, Kudurlu yani Maduriya Osmanlı'da Nisin akonu yaptılar. Jariyonist akonu yaptılar. Cacis amosareli misi gasledi. Da Tokyo amosareli nurotuz. Siramureli sigarionis nakonu yaptılar.
დანბაში სასიარულო გახლავდები. ეს სახლი ბავშვებმა მოიტანა საჩუქრად, ესენი სვანებსები სიგმირების ოჯახი ერიდან არის. ეს სახლის ანალოგი ხო არა? უბრალოდ ბავშვებმა მოიტანა ეს სიმბოლურად გაკეთებული. გასაგებია. ეს ნივთები ჩვენი გურულებისა, მინიატურულია უბრალოდ. გოდორი კარათი და გიდელი, ისედაც კიდე კოპეს ვეძახით, თოგადოში მოსეძახიან, ქორიდან მოსაღები. ერთი კოძია პოსტალების ნაპონია, კოდი ერქვა, ჭადისკის ნაკოდავაში. კოძია, ეს კიდე აბლა გახლა, თუ ერთი ფიცრიდანა გაკეთებული. ორი ფიცარია, უბრალოდ უბრალოდ და სამთოს გამები. თქვენ არ ეზონდება, რომ სამთოს რა დაუგეთებდნენ ამას. არის. ადრე ხო ასფალტი არ ქონდათ. მიწური იყო და მიწურის ასფალტი სწორად დასავლეთზე გაასწორებდა 4 ფეხას კამი ყოველთვის დაიწყებს იქეთ-აქეთ მოძრაობას და 3 ფეხას კამი უსწორმასობრივ იატაკზე ყოველთვის სწორად დადგება და ამიტომ უკეთებდნენ 3 ფეხს კარიერას და რა ეკონომიის კუთხე სინიანა პრომოდია გურულებმა მათემატიკურად გათვალეთ რომ არ და ჩვენ ჭკუით გავთვალეთ უფრო გავთვალეთ ეგეც გამოსწრებით ეს და სულ მოწავიდეთ უკვე დასასრულისკენ. როგორც თქვენ ადამიანი, რომელიც პირადად იცნობდით ნოდარ დუმბაძეს. ადამიანი, რომელიც დღეს მთელ საქართველოს ბოსულ სტუმრებს უცხოეთიდანაც აცნობთ ნოდარ დუმბაძეს შესახებ ინფორმაციას და იმ რეალურ ისტორიებს უყვებით, რაც პირადად მასთან ურთიერთობის დროს გადაგხდენიათ. რას ეტყოდით ჩვენს მსმენელს? რა ვიცი ბევრისთვის როცა გამომშვიდები ვარ ყველასთვის ბევრისთვის მისურვებია ყველასთვის ალბათ მაინც ასევე ვუბნები რომ რა ვიცი გისურვებთ მეთქი ნოდარისეულ სიყვარულს და რამდენი მომიბრუნდა და ამაზე უკეთესი რაღა უნდა მისურვეთო ასე ვთქვამ და ბავშვებს კიდევ ვუბნები აქ დარბაზში რომ რა ვიცი ძალიან აკლია საქართველოს სიყვარული აკლია ზოგადად სიყვარული და ნოდარის კიდე ხალხმა აქ მოსulis ხალხმა აი პატივისცემით სიყვარული რაც სიყვარულს ნოდარმა ჩუქნა სიყვარული დაუბრუნა პატივისცემით დაუბრუნა ხალხმა და ერთი რამის ხმა ვიცი სულ აი ნოდარ დუმბაძე მეთქი ილიკო დაილარებში ბებია რო უხდება მაშინ ამბობს რომ ეს ურიკელა იგივე ნოდარი მაშინ მის შეყვარებულია იქ მერი და მე ვიცი რომ მერი არსად არ წავიდო და ჩემთან დარჩებოდაო მე ჩვენ გამრავლდებით თელი დუნია თელი სამყარო ჩვენ ვიქნები და არასოდეს არ დავილევითო და ეს ჩვენზე ქართველ ხალხზე ჩვენ ქვეყანაზე ღმერთმა ჩვენი თავი ქართველი ხალხის თქვენი თავი მანახა გამრავლებული გახარებული და ღმერთმა გნას რომ ქართველი არის არასოდეს არ დალეული იყოს და თელი სამყარო ჩვენ ყოფილიყავით ქართველი ხალხი დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ. ნოდარ დუმბაძე იყო და დარჩება მწერლად, რომელიც ყველაზე უბრალო სიტყვებით ამბობდა ყველაზე დიდ სიმართლეს ადამიანებზე. მის გმირებში ყველა ჩვენგანია ბებია, მეზობელი, ბავშვი, მეგობარი, ან ის უცნობი, ვინც გზაზე შეხვდება და გულში სითბოს დაგვიტოვებს. დუმბაძე გვასწავლის, რომ იუმორი და სიყვარული არასოდეს კარგავს ძალას და რომ ადამიანობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული და თანამდებობა. მისი წიგნები არა მხოლოდ წასაკითხი ისტორიებია, ისინი ცხოვრების გზამკვლევია, სადაც სიკეთე არასდროს არ მარცხდება და ამიტომაც, როცა დუმბაძის სიტყვებს ვისმენ, ჩვენ საკუთარ გულს უგვირდებით, იმ გულს, სადაც ჯერ კიდევ სითბო და სიკეთე დარჩება. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.